მოგესალმებით. დავიწყოთ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის იმ ანგარიშით, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. იმ ნაწილზე დავიწყოთ საუბარი, სადაც ისინი პრაქტიკულად ოპოზიციას თხოვენ, რომ ჩაერთონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. თუმცა სხვა ნაწილში ისინი ამბობენ ამ ანგარიშის, რომ არ აღიარებენ საქართველოს პრეზიდენტს, მოქმედ პრეზიდენტს არ აღიარებენ საქართველოს პარლამენტს. ურთიერთგამომრიცხავი ხო არ არის ეს ანგარიში? მოგესალმებით, ხო, მივესალმები თქვენს მაყურებელს. დიახ, მოკლედ ევროპარლამენტის ანგარიში მეც გავეცანი და იქ ერთ-ერთი ევროპარლამენტარი ამბობდა კიდევაც, რომ ეს ანგარიშიო შესაძლოა მივიჩნიოთო, რომ არისო მიკერძოებულიო და კონკრეტულად ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერ ანგარიშად შესაძლოა რომ განვიხილოთ და ცოტა შორიდან რომ დავიწყოთ, ანალიზი რომ გავუკეთოთ. თუ რა სიტუაციაში იმყოფება დღეს ქართული ოპოზიციური სპექტრი 2020 წელს, როდესაც არჩევნები ჩატარდა, მათ ჭმუნვები ჰქონდათ პარლამენტში შესვლაზე, იგივე მოწოდებები იყო, რომ ეს პარლამენტი იყო არალეგიტიმური და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, თავიანთი ამორჩეველი კვლავ შეცდომაში შეყავდათ და მაშინ მოევლინათ მაშველობგოლად, როგორც გვახსოვს ყველა საზოგადოებას, შარლ მიშელი. 2021 წელსაც თვითმმართველობის არჩევნებზე იგივე გაიმეორეს. 2024 წელს იგივე სიტუაციაში არიან, უბრალოდ თავიანთი, ასე ვთქვათ, თავიანთი სიტუაციის მძევლებად იქცნენ და ეხლა ცოტა უფრო რთულად აქვს საქმე და გამომდინარე აქედან, თუ მაშინ შარლ მიშელი მოევლინათ მხსნელად, დღეს არის ბატონი ჯო და ქალბატონი რასა, მაგრამ აქ უკვე ქართული სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე, იმაზე უფრო ძლიერია ქართული სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი, ვიდრე 2020 წელს იყო და ვერ მიდის ისე ყველაფერი, ვერ განახორციელეს ის, ასე ვთქვათ, ექსტრემისტული გეგმები, რაც ჩაფიქრებული ჰქონდათ. თქვენ მოგეხსენებათ, რომ მრავალი რევოლუციური სცენარი ჩაიშალა, ხო? ეხლა უკვე შევიდნენ ჩიხში, უკვე პოლიტიკური აქტორები არიან რიგში ბიუროკრატებთან, ევროპელ ბიუროკრატებთან და ცდილობენ, რომ თავიანთი თავი გაყიდონ, თავიანთი პოლიტიკური პროდუქტი გაყიდონ, რომელიც რეალურად ქართველი ხალხისთვის უსარგებლოა. ქართულ ხალხს ვერ სთავაზობენ ვერაფერს და ეხლა არიან რიგში ჩამდგარი, რომ გვიშველეთ რაიმე და დანოსზე წერენ საქართველოს რეპუტაცია და საერთაშორისო იმიჯი რომ დააზიანონ. აი ჩვენ ეს არ ვიცი მესამე სექტორის წარმომადგენელი როდის გახდა ბატონი ბუღაძე, მაგრამ მოვისმინეთ ხო ყველა საქართველოს როგორ მოიხსენიებდა, რა კონტექსტში მოიხსენიებდა, ხო? ადამიანი რომლის რა ვიცი წარსულიც ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ხო? ფურთხით გამოირჩეოდა და აღარ მინდა სიღრმეებში შესვლა. მან ქართულ ხალხს რა უნდა მოუწოდოს და საქართველოს სახელით საერთოდ როგორ საუბრობს, ხო? გამომდინარე აქედან ევროპარლამენტარების განცხადებებიც პარადოქსულია და პარადოქსულ ყოფაში არიან დიდი ხანია უკვე ოპოზიცია და ჩვენ შეგვიძლია გავხსენოთ ცნობილი გამოთქმა, ხო? უპრინციპობაში არიან პრინციპულები, უძლეველობაში არიან ძლევამოსილნი და ასე ვთქვათ, ურყევნი არიან მერყეობაში. აი ეს ჩერჩილის სიტყვები მოწმობს მთლიანად ოპოზიციური სპექტრის ყოფას. ეხლა უბრალოდ სურთ რომ მიეყიდონ როგორმე კიდევ და კიდევ, ასე ვთქვათ, განახორციელონ თავისი ვერაგული გეგმები.